ხელისუფლების მიერ მიგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც აქციაზე გამომცვლელების პროვოცირებას ლაზერებით ცდილობდნენ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ არასამუშაო საათებში დაკეტილ საოფისე ცენტრებში. ერთ-ერთი ადგილი, სადაც პროვოკატორები იყვნენ მობილიზებული, დეპუტატ ანტონო ბოლაშვილის სასტუმრო მონოგრაფია. განთავსებულ ადამიანებს შორის მერიის გამგეობის თანამშრომლები, ასევე ოცნების ის აქტივისტები იყვნენ, ვინც 9 ოქტომბერს გახარიას პარტიის წევრებს თავს დაესხნენ. თუმცა კიდევ ერთი ჯგუფი მობილიზებული იყო, როგორც ჩანს, თავისუფლების მოედნის მეორე ბოლოში, სადაც საოფისე ცენტრია და რომელიც შენობაც აქციის დროს წესით დაკეტილი იყო. ვინ იყო ამ შენობის ზედა სართულზე გამაგრებული და როგორ მოხვდა პროვოკატორი იქ, ნატალი ჯახუტაშვილი არკვევს დეტალებს. ნატალი, გისმენთ. გარდა იმისა, რომ ქართული ოცნების პარტაქტივი გუშინ მობილიზებული იყო სასტუმრო მონოგრაფის ტერიტორიაზე, ასევე ჩვენთვის ამ დრომდე გაურკვეველი არაიდენტიფიცირებული პირი ლაზერების გამოყენებით საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელშეშლას ცდილობდა სხვა შენობიდან. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ მისი ვინაობა, იქიდან გამომდინარე, რომ მას სახე ჰქონდა აფარებული ეკეთა პირბადე და ეხურა ქუდი. საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, გეტყვით, რომ შენობა, საიდანაც ლაზერის გამოყენებით ხელს უშლიდა საქართველოს პრეზიდენტს, ეს ადამიანი მდებარეობს სასტუმრო მონოგრაფის მოპირდაპირ მხარეს, უფრო ზუსტად ქორთიარდ მერიოცა და სასტუმრო ბადაგონს შორის და როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ამ შენობაში ქირავდება ფართები, სხვადასხვა კერძო კომპანიებს აქვთ ნაქირავები, ოფისები. ჩვენ გავესაუბრეთ ამ შენობის ადმინისტრატორს, რომელიც გვიმტკიცებს, რომ შაბათ-კვირა საერთოდ არ ფუნქციონირებს ეს შენობა და შაბათ-კვირას გადაადგილება არ არის იქ ადამიანების, ასევე გვეუბნება იმასაც, რომ საშვის გარეშე ფიზიკურად ვერ შეაღწევს ამ შენობაში ადამიანი. შესაბამისად, ამ დრომდე გაუგებარია ამ პროვოკატორმა როგორ შეაღწია ამ შენობაში. ეს არის ამ შენობის დღეს ყოფილან ვიღაცები, მაგრამ კვირაობით არავინ არ არის მართლა. ეს არა გუშინ ხალბატონო. გუშინ მithumedes კვირას მაგას გეუბნებით, რომ კვირაობით საერთოდ დაკეტილია ოფისები. აბა შეძვრა ეს ადამიანი, შეიპარა ამ შენობაში? ვინ არის ეს ჩვენი შენობა? ნახეთ. აი ამიტომ გიხსნით, ამის გვერდით ხო სასტუმრო ბადაგონია, სასტუმრო ბადაგონის გვერდით რა შენობა არის? რა შენობაა ეს? ხარა არის და როგორ არის? და ამ შენობაში უბრალოდ კერძო ოფისები არის, სულ კი. არავის შეცვლის შესაძლებლობა არა, აქ დაცვა ყავს 24 საათი. ანუ საშვით შემოდიან მხოლოდ ადამიანები. დიახ. აი ხო ხედავთ, ვარკვევ ხოლმე. და შემოსასვლელი ამ შენობაში მეტი არ არის, მარტო ეს არის. ნუ ფაქტია, რომ ეს ადამიანი კვირაობით არავინ არ არის გოგონი აქ და როგორ არის? ხალბატონო, გუშინ გადავიღეთ ეს კაცი. ხო და არ არის კვირაობით დაკეტილი, მარტო დაშავიზის ანუ შენობაში. არ შეიძლება რომ შეძრეს, ხო უნდა შემოვიდეს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ქართული ოცნება დასრულდება 26 ოქტომბერს. მათი განცხადებით ძალაუფლებას ვეღარ გაიხანგრძლივებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რადგან თავად მართველი პარტია ძალიან კარგად იაზრებს, რომ მას გამარჯვების შანსი აღარ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე და სწორედ ამიტომ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახლა პანიკაშია და აგონიაშია მართველი პარტია, მათ ამოძრავებს შიში და ამიტომ აწყობენ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს, მით უმეტეს, როდესაც ხედავენ, რომ ამდენი ადამიანი გამოდის გარეთ ევროპული მომავლის დასაცავად. რაც შეეხება მართველი გუნდის პოზიციას, პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელი არ აღმოჩნდა გუშინდელი ქმედება. მას არც უარყვია ის ფაქტი, რომ ქართულ ოცნებას წარმოადგენენ ეს ახალგაზრდები და ამბობდა იმას, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. შეიძლება პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი. მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. რატო არის გამორიცხული, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო სამოქალაქო აქტივისტი? ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვს სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო. 27 ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გასაწევრიანებლად. რაც შეეხება ქართული ოცნების გუშინდელ გამოხმაურებებს, იქნება ეს რაღაც ეგრეთ წოდებული ლაზერ შოუ თუ შემდეგ ამის გამო დამალვები, ხო ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ადამიანებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ
რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს უწევთ დამალვა. თორემ ლაზერი აქციაზე ძველი ყოფილა, გამოხატული პროტესტით, სტენსილით, თუმცა ამის გამო არავინ არ დაუმალურვალთ პირიქით. ამაყად გაგვიცხადები რომ კი ამას ვაკეთებდით ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პოზიცია, არავინ არ გვავალებს და არ არის სამარცხინო რაც ყველაზე მნიშვნელოვანი. მარცხისთვის განწირულ ქართულ ოცნებას ლაზერების მონათების მეტი აღარაფერი დარჩა. რამდენად ესე ვთქვათ უსუსურია მათი ქმედება და ამით სხვათა შორის გამოვლინდა ერთი რამ რომ ადრეც ჰქონდა მცდელობა ასეთ ფაქტებს და ამის უკან დგას ქართული ოცნება. მე მათ ვეუბნები რომ ლაზერებს პარლამენტში ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ ლაზერები, როცა ჩვენ გამოვალთ უმრავლესობის სახით, მართველი კოალიციის სახით პარლამენტშიც. ეს მაინც არაფერს არ გიშველით თქვენ არცერთ შემთხვევაში. გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება ოცნების დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს და ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალბატონი დაჯი კოვზილიძე ჩემთან ერთად არის დღეს. სამწუხაროდ ოცნება იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ გუშინაც და ამაღლების ქუჩაზეც გამოიყენა ახალგაზრდები, ესენი გახლავთ დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე, ახალგაზრდული ხელმძღვანელი. ეს არის შედეგი სამწუხაროდ დაუსჯელობის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნება ამ დაჯგუფებას ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ ხელისუფლების დაკვეთით მოუწყეს პროვოკაცია საქართველოს პრეზიდენტს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა. ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება ისიც, რომ მართლმა პარტიამ უკვე ოფიციალურად შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმეზე. მოკლედ მთავარმა არხმა მოახდინა ყველა ამ ფიგურანტის იდენტიფიცირება და უფრო ვრცლად ყველაფერს 9 საათიან გამოშვებაში იხილავთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში.